Polygyros area. Kalives is the name. Kalives. Yes, it is Kalives beach of Polygyros. Yes. The sea is less than 200 meters from here. You can go buy your food. Yep. Okay. And this is the two available houses now. Number Okay. 1 and number 3. So we're gonna see two houses, number 1, number 3. Yes. This is the narrowest house I saw. It's a very narrow house because the plot was probably small and they just put the house to fit. Probably, yeah. Creative New architecture flats over there. and new beautiful flats there. აქ ორი ბინა არის. Καθαρά. გასაყიდად ჩვენ ვიმყოფებით ზღვიდან 200 მეტრში. 77 კვადრატული მეტრი ბინა, ეხლა ვნახავთ ამ ბინას. ეს არის საზიაროთ 4-ვე ბინისათვის. And is there a condominium associations? And is there monthly fee here? Because when the residents live here, do they pay monthly fee for maintenance the yard? In all complex, we have an annual fee here, not monthly, because most of the people come only at summer, so Sure. we make it annually. For this complex, we didn't calculate it yet. Yet. The first 2 units are sold, and this one and the other is available. ეს ბინა მთლიანად არ არის დამთავრებული, აქ ხედავთ სამზარეულო, მომავალი სამზარეულო, სველი წერტილი, ალბათ საძინებელი ოთახი, ცოტა მწირია და პატარა აივანზე გასასვლელიც არის აქ, მაგრამ არავითარი ხედი იქ არ არის. თავარი ოთახი, ანუ ეს ყველაზე დიდი ოთახია, სულ 2 ოთახი აქ და აივანი. ალბათ ამ სახლის ყველაზე კარგი ნაწილი არის აივანი. და კიდევ ერთი სველი წერტილი. ანუ 2 ოთახი, 2 საძინებელი ოთახი და 2 სველი წერტილი. კიბეები ცოტა ციცაბოა და აქ მოაჯირი კარგი იქნებოდა, მაგრამ ჯერ არ არის დამთავრებული, ამიტომ იმედია ეს ყველაფერი მომავალში გათვალისწინებული იქნება. და ფასი, ჩემო კარგებო. What's the price? And it will be finished completely. Yes. As soon as you pay. ხომ გავს საქართველოს რაღაცით. ბერძნებს თეთრი ფერის სახლები და ბათქაში უყვართ ძალიან და მეც მომწონს თეთრი ფერი. იქ სადაც ბევრი მზეა, თეთრი უკეთესია. საბერძნეთი სავსეა ასეთი ულამაზესი სანაპიროებით. აი იქით მიწას რომ ხედავთ, ეს არის ნახევარკუნძული სესონია. ანუ მე გუშინ ვამბობდი რომ 3 ნახევარკუნძულია და სანდრა სესონია და ათოსი. და აი ეს არის შუა თითი, აი ამ ნახევარკუნძულების წყობის და ეს არის სესონია. კრიზისის დროს, როდესაც საბერძნეთი გაუსაცლის ფინანსურ კრიზისში იყო, მაშინ ჩამოვიდა ძალიან ბევრი ევროპელი, გერმანელები, რუსები, ესპანელები, ну ყველა ვისაც ფული ჰქონდა და შეიძინეს საკუთრავი ქონება. აი კიდევ ვიწრო კიბეები, ზემოთ მოაზრებულია როგორც ბავშვებისათვის ოთახი, ან სივრცე. აქ რომ ბავშვი ჩამოვარდეს, რასაკეთებ? ყველაზე კარგი ნაწილი ამ სახლის არის აი ეს აივანი. საერთოდ ამ სახლში ოთახები საკმაოდ მძიმე ენერგიას ქმნიან სამწუხაროდ და მე ზუსტად არ ვიქნებოდი ამ სახლის მყიდველი. ხობულეთში და ბათუმში რომ იყო ხოლმე გახსოვთ საბჭოთა კავშირის პერიოდში რომ ჩამოხვიდოდით და ლოგინში აი კოიკას რო ეცახდნენ და რაღაც რო გადაიხდიდით თქვათ 10 მანეთი კოიკაში ღამეში. ეგეთი რაღაცაა და არ შეიძლება ესეთ ძალიან კარგ დასასვენებელ ქალაქში ესეთი არქიტექტურის გაკეთება. ну კაცია და გუნება, მე არ მომეწონა. ამ სახლს შემოაქვს სადღაც 300 евро დღეში სეზონის დროს. სეზონი აქვს მხოლოდ 4 თვეა და ეს არის საინვესტიციო ქონება. ну ეს არ არის ქონება, სადაც ადამიანი თავისით იცხოვრებდა, მაგრამ აქ გაისმის კითხვა. აი მე მაგალითად, როდესაც უძრავ ქონებას ვყიდულობდი, ყოველთვის ვფიქრობდი, მე ვიცხოვრებდი თვითონ ამ უძრავ ქონებაში და თუ მე ამ კითხვას დადებითად პასუხს გავცემდი, მაშინ ვყიდულობდი რამე თუ ქონდა შეგრძნება, რომ სხვებიც იცხოვრებდნენ. და ახლა მე არ ვიცხოვრებდი ამ უძრავ ქონებაში, ასე რომ სხვებმა რატომ უნდა იცხოვრონ, მაგრამ ალბათ მოთხოვნა იმდენად მაღალია, რომ ადამიანები მაინც ჩამოდიან და უბრალოდ ამ შენობაში დასაძინებლად მოდიან, დანარჩენ დღეს ატარებენ
პლიაჟზე და რესტორნებში და ასე შემდეგ.